მე თიკას მეძახდნენ მთელი ცხოვრება. ეხლა დღეს მეძახიან თინას ან თინათინს და თიკა ხანდახან მეც არ მახსოვს როგორი იყო და თინა ვიცი როგორია. თინა მუსიკოსია, რა ვიცი. You pretend like a whole world turns around. 14 წლის ვიყავი, როცა დავწერე სიმღერა და ხალხშორის ქართულ ენაზე იყო. რაც ანუ დღესდღეობით შემიდან ვცდილობ, მაგრამ მაინც რაცა ვერ დავწერე ქართულად, ესეთი ტექსტი როგორიც მინდა რომ იყოს და 14 ასაკში აი ვახერხებდი. მიჩვეული ვარ რომ ინგლისურად ვწერ არ ვიცი და იმედი მაქვს რომ დავწერ ქართულად ძალიან მინდა. მაგრამ რაღაცა ის ტექსტები ანუ ვერ პოულობ იმ სიტყვებს რაც მინდა რომ თქვა, ანუ რაც ბანალურად ჟღერს ის რაც მინდა რომ თქვა და ინგლისურად რაღაცნაირად გამომდის იმის თქმა რაც მინდა და არ არის ბანალური ჩემი ტექსტები ესე მგონია რა ვიცი დანარჩენი ხალხმა თქვა გადაწყვიტეს. ყველა სიმღერა რაღაცა ისტორიასი არის ხა ესე კონკრეტულად საწყისი საიდან შეიძლება ხა ესე არ თქვა არ იყოს ეთიკური მაგრამ ბოლო სიმღერა რომელსაც ახლა ანუ ვაპირებ რომ დავდომალე ინტერნეტ სივრცეში ამაზე ვიტყვი იმიტომ რომ ჩემთვის ესეც ის იყო բայց ნეგატიური კომენტარებისგან რაღაცებისგან გამოწვეული იყო ანუ სადაც არ უნდა შეხვიდე ნებისმიერ სივრცეში იმდენად Facebook-ი იქნება თუ აი ტელევიზორი ადამიანებთან კაფეებში ან ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია მოდის და რაც იმდენად დამძაბა მან რომ ბოლო სიმღერაც ამაზე დავწერე რომ დროა რომ ცოტა სიყვარულიც გავაზიაროთ და არა მარტო მომდენი ნეგატივი გავაზიაროთ ყველგან ან ეს სოციალური ქსელი იქნება თუ სოციალური სივრცე იქნება. სამწუხაროდ არ მაქვს ძალიან ბევრი ლაივი დაკრული და ამაზე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ სულ მინდა და სულ რაღაცა პრობლემებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მინდა ცოცხალი მუსიკის გაკეთება და ნუ გამოცდილება რაც მაქვს იმ რამოდენიმე ლაივის სუპერ მსმენელია და ძალიან მომწონს ქართული მსმენელი ნამდვილად. მაგიტომაც ვამბობ, ანუ ყველას უნდა გასვლა საზღვარგარეთ, ყველას უნდა რომ წავიდეს და უფრო მეც მიაღწიოს. მეც მინდა, ანუ არც მე არ ვარ, მაგრამ ანუ მეც მინდა რომ უფრო მეც მივაღწიო, რა თქმა უნდა და მეც მინდა რომ უფრო მეც გავუზიარო ჩემი მუსიკა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ მინდა რომ აქ ვიყო და დავაფასო ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვიღებ. მე და რადარას დუეტით დაიწყო ყველაფერი, რომ რადარა გავიცანი, რადარასთან ერთად გავაკეთე რამდენიმე ნამუშევარი მას ჰქონდა music production უკვე დაწყებული ჰქონდა, მე დავამატე იქ მელოდიის ხაზი, დავამატე ტექსტი და ესე დაიწყო. რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ იმაზე. ოკეი. ყველგან ერთად ვარ. ყველგან ერთად ვარ. ნუ ბევრ რამეში, ხო? ნუ. ერთად მუსიკის კეთება მოგიწევდა ამაში. უკვე 2 წელია რაც ერთად ვაკეთებთ მუსიკას. რამაც გაამართლა. და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ თინას აქვს ეს ძალიან ბევრი ენერგია, ანუ უშევლი ყოველ დღე სიმღერები წეროს. და მე ძალიან საინტერესო არის მე როგორ ხედავ ამ სიმღერებს, მე როგორ ფორმას პოულობ. და მერე კიდე შემდეგი ეტაპი არის ჯგუფთან ერთად რო ვაკეთებთ იქ საერთოდ საოცრება მეჩიკ ხდება, იმიტომ რომ ის ელექტრონული თუ როგორც არის მუსიკა რაღაცა სხვანაირი ფორმას იღებს და სხვანაირად ვითარდება და ნუ ჩართულები ვართ რა 1000% ამაში ძალიან საინტერესოა. და ეხლა კიდევ ვცდილობთ რომ რაღაცა კიდე ახალი პროგრამა გავაკეთოთ. ცოტა უფრო ელექტრონული. და ესეც ძალიან საინტერესო აკუსტიკურ ელექტრონულ რაღაცა. ძალიან საინტერესოა.
შევძლო რომ უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწიოს ჩემო მუსიკა. მინდა რომ ამის დროს, როდესაც ძალიან ძნელია, როცა წინ მიდიხარ და აკეთებ რაღაცა მუსიკას, სულ იმაზე ფიქრობ, ხალხს როგორ ასიამოვნო, როცა სცენაზე დგახარ, სულ იმაზე ფიქრობ, როგორ მიიტანო ეს ხალხამდე, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ დროს არ დაიკარგოს ჩემი და ჩემ მუსიკასთან ურთიერთობა, არ დამეკარგოს ის გრძნობა, რომ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს მე თვითონაც ძალიან მჭირდება და კიდე რა თქმა უნდა დიდი სრულები მაქვს ყველა მითის მომგენი, რომ მინდა რომ იყოს სტადიონი, სადაც ხალხს გაუზიარებ ჩემს აი იმ დიდ სიყვარულს, რაც შიგნით მიდევს და ანუ დაგროვილ რაღაც ისტორიებს, ასაც ვთქვათ, ვიცი რომ ძალიან ბევრი ეხმიანება ხოლმე. საკუთარ თავზე მუშაობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, რომ არც ერთი წამით არ უნდა გაჩერდე. შეიძლება შენი თავიც იპოვო შენი პროფესია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს შენი თავი და შენ თავთან ურთიერთობა და შენ თავთან გაზიარება შენივე ამბების.